სომხეთსა და საქართველოს პრეზიდენტების ერთობლივი განცხადება კეთდება ამ წუთებში, რომელსაც გთავაზობთ პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით ბატონო პრეზიდენტო, დელეგაციის წევრებო, მედიის წარმომადგენლებო, ქალბატონებო და ბატონებო. მოხარული ვარ, რომ საქართველოში მასპინძლობ ოფიციალური ვიზიტით მყოფ მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს. მოგეხსენებათ, მიმდინარე წელს ეს ჩვენი მეორე შეხვედრაა, 29 აპრილს მე ვიმყოფებოდი სომხეთში, სარგებლობს შემთხვევით და მინდა კიდევ ერთხელ უწფელი მადლობა გადაუხადო სომხეთის პრეზიდენტს თბილი მასპინძლობისთვის. სასიხარულოა, რომ 2025 წელი განსაკუთრებით ნაყოფიერი აღმოჩნდა ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული კავშირების გაღრმავების თვალსაზრისით, სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში მიღწეულმა შედეგებმა ჩვენი თანამშრომლობის ეფექტიანობა და მასშტაბურობა ნათლად წარმოაჩინა. როგორც მოგეხსენებათ, საქართველო და სომხეთი მრავალი საუკუნეა გვერდიგვერდ ჰარმონიულად თანაცხოვრობენ. ორ ქვეყანას შორის არსებული მრავალსაუკუნოვანი არსებული ურთიერთობა, რომელიც ურთიერთპატივისცემაზე, ნდობასა და ურყევ მეგობრობაზეა დაფუძნებული, მხოლოდ გეოგრაფიული სიახლოვით არასდროს ყოფილა განპირობებული. ამ პროცესში უმნიშვნელოვანესია ის ღირებულებითი თანხმედრა და საერთო ხედვები, რომლებიც ჩვენს ხალხებს საერთიანებთ. სახელმწიფო სუვერენიტეტის, ეროვნული იდენტობისა და კულტურული თვითყოფადობის დაცვა, როგორც საქართველოსთვის, ისე სომხეთისთვის უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს, რაც კიდევ უფრო მჭიდრო პარტნიორულ ურთიერთობებს საფუძველს ქმნის. ორ ქვეყანას შორის არსებული მრავალმხრივი ურთიერთთანამშრომლობა მართლაც რომ სამაგალითოა, აქტიური ორმხრივი ურთიერთობების კვალდაკვალ საქართველო და სომხეთი მრავალმხრივ პლატფორმაზეც ნაყოფიერად თანამშრომლობენ. ამ კონტექსტში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სომხეთის სახელმწიფოს ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხთან დაკავშირებით. ისთვისაც სურს, ბატონო პრეზიდენტო, რომ მადლობა გადაუხადო თქვენს ქვეყანას, როგორც ჩემი, ისე ქართველი ხალხის სახელით. შეხვედრის მიმდინარეობისას აღვნიშნე, რომ სწრაფად ცვალებადი გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებას უფრო და უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში დაძაბული ვითარების ფონზე ჩვენ პოლიტიკური, ეკონომიკური და ხალხთა შორის კავშირების განვითარებას განვაგრძობთ. სურს ხაზი გაუსვა, რომ მდგრადი მშვიდობისა და სტაბილურობის გარემოს უზრუნველყოფის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია 8 აგვისტოს ვაშინგტონში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეული სამშვიდობო შეთანხმება, რასაც ბუნებრივია მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყანა მიესალმება. ეს ისტორიული შეთანხმება სამხრეთ კავკასიის სამომავლო გრძელვადიანი განვითარებისთვის ახალ პერსპექტივას აჩენს. რა თქმა უნდა, საქართველო კვლავ მზადაა საკუთარი წვლილი შეიტანოს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის გამტკიცების საქმეში, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში მხოლოდ დადებითი შედეგის მომტანი შეიძლება იყოს. წამს, რომ ჩვენი თანამშრომლობა, მეგობრობა და პარტნიორობა ჩვენს ქვეყნებს შორის ჩამოყალიბებული სამაგალითო ურთიერთობების სულისკვეთებით გაგრძელდება. ბატონო პრეზიდენტო, ჩემო ძვირფასო კოლეგავ, დასასრულ ჩემი გულითადი მოწვევის მიღებისა და საქართველოში სტუმრობის თვის სურს კიდევ ერთხელ გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. თქვენო
აღმატებულება, პატივცემულო პრეზიდენტო, ძვირფასო მეგობარო, ძვირფასო ქალბატონებო და ბატონებო, ძალიან სასიხარულოა ჩვენს მეგობარ ქვეყანაში სტუმრობა. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ჩემსა და ჩემ დელეგაციას ასეთი თბილი მასპინძლობა რომ გავუწიეთ. მოხარული ვიყავი სომხეთში თქვენი სტუმრობით. ჩვენი ურთიერთთანამშრომლობა კიდევ ერთხელ უსმევს ხაზს ჩვენს ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობას სომხეთისთვის და სომეხი ხალხისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მრავალსაუკუნოვანი ისტორიისა და ურთიერთპატივისცემის საფუძველზე დამყარებული საქართველოსა და სომხეთის ურთიერთობები. ბოლო დროს მაღალი და უმაღლესი ორმხრივი ვიზიტები კაფიოთ უსვამს ხაზს თუ როგორ მაღალ დონეზეა სომხეთში და საქართველოში ჩვენ უკვე მივედეთ იმ სტრატეგიული თანამშრომლობის პუნქტამდე მივიყვანეთ ჩვენი მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა. ეს ყოველთვის რა თქმა უნდა სტრატეგიული იყო, მაგრამ ახლა ოფიციალური სახე მიეცა. ახლა დღეს ჩემს პატივცემულ მეგობართან მეტად მნიშვნელოვანი საკითხები განვიხილეთ. პრეზიდენტ ყაველაშვილთან განვიხილეთ ურთიერთთანამშრომლობის მრავალი სფერო და განგრძობითი შემდგომი ნაბიჯები. ჩვენი განხილვადი საკითხების საკითხები იყო ეკონომიკური, კულტურული, საგანმანათლებლო ახალგაზრდების ფართო სპექტრი. მინდა აღვნიშნო, რომ სომხეთი აქტიურად ემზადება სასიცოცხლო კონვენციის მე-17 კონფერენციისთვის და ევროპული სამოქალაქო მერვე ფორუმისთვის და ველით საქართველოს მონაწილეობას. გარდა დღის წესრიგის საკითხების განხილვისა განვიხილეთ ასევე რეგიონული საკითხები. შევეხეთ 8 აგვისტოს გაფორმებული მშვიდობო ხელშეკრულების საკითხი და შესაძლებელი ეკონომიკური საკითხების განვითარება. ეს რომელიც თანხვედრაშია სომხეთის რესპუბლიკის მიერ წარმოქმნილ მშვიდობის ხელშეკრულებასთან. როგორც უკვე აღვნიშნეთ, მეტად მნიშვნელოვანია ჩვენი ურთიერთთანამშრომლობა, რომელიც სუვერენიტეტის, იდენტობისა და ურთიერთპატივისცემის საფუძველზეა დაფუძნებული და დარწმუნებული ვარ, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის მშვიდობის და დამყარება ასევე თრიფ პროექტი სამხრეთ კავკასია აქცევს ძალიან მიმზიდველ ლოგისტიკურ ცენტრად. რეგიონული ურთიერთკავშირების გახსნა შესაძლებლობას მისცემს ასევე სპარსეთის ყურისა და სომხეთისა და საქართველოს რკინიგზების გახსნა შეიძლება ევროპული საკვანძო კავშირების დამყარების სახელმწიფოსა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა ჩვენი ერთობლივი პასუხისმგებლობაა. მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ სომხური დელეგაციის მიმართ გამოხატული ესეთი თბილი დახედრისთვის და განგიმტკიცოთ როგორც სომხეთის პრეზიდენტის დავალება ძალისხმევა არ დავიშუროს ქართულ-სომხური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაში. თქვენ პირდაპირ ეთერში მოისმინეთ საქართველოს და სომხეთის პრეზიდენტების ერთობლივი განცხადება, რომელსაც წინ უძღოდა პირისპირ შეხვედრა.